საიქიო აღარ არსებობს. ადრე შეიძლება იყო კიდეს. მაგრამ ახლა სხვა დროა. ამნაირი განსახალებული ცხოვრება. შიერ და გაღატაკებულ კაცრავა უნდა იყოს კაცი. პატიოსნებას დავიწყებული აქვს და სინდისის. სოდვათას აღარ მიაჩნია თუ კი რამე წაგხლი და წაგფრჩხნა მოგატყუა გაგაცურაკა ყველგან ტყუილი და უპილულობა დასწყევოს ღმერთმა ხელმოკლე ასდაუნის გაწაყლებული ცხოვრება. დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალის ახალი ვერსია შესთავაზა მაყურებელს ზუგდიდის თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა. რეჟისორმა გიორგი კაშიამ განსხვავებული კუთხით დაგვანახა ყველასათვის თითქოს უკვე კარგად ნაცნობი პერსონაჟები და მათი პრობლემები. წარმოდგენა გასვენების სცენით იწყება. რეჟისორისა და სცენოგრაფ ანა ნოდოლიძის გადაწყვეტით სპექტაკლი ბეკინა სამანიშვილის ქელეხის დროს ვითარდება და რასაც ვხედავთ პლატონ სამანიშვილის მოგონებებია კონფლიქტის დასაწყისიდან ბოლომდე. სცენაზე რამდენიმე სუფრა დგას, რომელსაც ჭირისუფალი უზის. ყველას ძაძა აცვია, მხოლოდ ბეკინაა თეთრებში გამოწყობილი. ფაქტობრივად იგი მიცვალებულია. შესაბამისად, მთელი კონცეფცია ამ პერსონაჟების, მთელი სამოქმედო არეალი არის ბეკინას ქელეხი, მისი დაკრძალვის დღე. და ისინი თამად აიხსენებს და ყველა მოვლენა თუ დააკვირდება მაყურებელი მთავრდება ქელეხის ეპიზოდები ჭიქის აწევით და შესმით. ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ ეს არის სადღეგრძელოები, ყოველი სადღეგრძელო არის თითო მოვლენა და ამ სტრუქტურით ავაგეთ ეს სპექტაკლი მთლიან. ამიტომაც ეს შავებიც მინიშნება იყო თავიდან, რომ სამგლოვიარო სუფრა არის ყველაფერი, რომელიც ენაცვლება ერთმანეთს. მე ხდება ქორწილის სუფრა ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კლდიაშვილის დადგმის დროს მე მაქვს გავლენა საკუთარი თავის. იმიტომ რომ ჩემ ყველა კლდიაშვილში ნახავთ ერთი და იგივეს ალბათ არა, მაგრამ ძალიან დაახლოებულ ატმოსფეროს და ეს ჩემთვის არ იყო ახალი. კი, 60 წლის არის. გააჩენს ეს ჩემი ცოდვით ცავს. გააჩენს ხო? გესმის მამა? შენ რომ ცოლი მეიყვანო და საზიარო გაგიჩნდეს, დაგხოცავთ უყურებს. მაგას რატომ ამბობ, შვილო? ჩემი მარინე ცოცხალი რომ ყოლოდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ღვთისნებაა, შვილო. ხოდა, ნუ გამიძაღლეთ სიბერეს. ვაცადე ცოტა ხანს სიამტკბილობაში და სიყვარულში ვიყო და მერე სულ შენი არ იქნება ეს სახლი, ეს ოკარი, სახნავ სათესი, სამკალ სათიბი, ტყეველი. მეიცა. დაიღო, გოგო. პლატონ, ტყეიდაველი რო ისაკეთ გვაქვს? მე გოგო, არ გვაქვს, მაგრამ ისე თქვა, სიტყვის სილამაზე. მართლა? გიორგი კაშიამ სპექტაკლის დასადგმელად ალექსანდრე ქორქაშვილის ადაპტირებული ტექსტი აირჩია. ეს ალექსანდრე ქორქაშვილის გაკეთებული ტექსტია თუმანიშვილის თეატრისთვის. და მომეწონა ეს ვერსია და შეუთანხმდი ბატონ ალექსანდრეს რომ იმუშავებდი. თუმცა ამან კიდე განიცადა ტექსტმა დიდი ისა რა ქვია მეტამორფოზა. ხო გადაწყვეტე ცოლის მოკვლა. მაცადე ერთი წუთი, მათქმევი, იქნება ის გეუბნები. დაგძა. აბატონ. ხო გადაწყვეტე ცოლის მოკვლა. ხო და მეიყვან კიდეც. არ ჯინიანო, რამე ეს? მე თვითონ მოგინახავ სადედინაცვლოს. ქალის შერჩევა ვიცი, მგონი რა, შეხედე რა უჭი. ჩვენიერი ქალი. სუდის სიზმარი ნახა მამა, ამადა წავიყვანა. მაცადე გოგო ერთ წუთი. მაცადე გოგო. მე ხაჭე, აჯეკ ერთ წუთი. დავჯდე? აჯეკ ხო, ხარავი. ბატონო, დავჯდე. მე? ხო, გაჩვენ. აქამდე უარს იყავი და ხა მაშრულადაც მიდგები. აქამდე უარზე იყავი და ახლა მაშრულად ხო, ვდგები. აქამდე უარზე ვიყავი და ახლა მაშრულადაც ვდგები მამა ჩემში.
სპექტაკლის ყურებისას მაყურებელი ადვილად ცნობს ჩამატებულ ტექსტს და მოქმედებებს. თუმცა ისინი იმდენად ორგანულია ყოფისათვის, რომ არ იწვევს გაღიზიანებას ან უკმაყოფილებას. ჯაგლაგი ცხენის ნათხოვარი ძველი მანქანით ჩანაცვლებაც ბუნებრივია. არც მობილურ ტელეფონზე საუბარი გვაკვირვებს. მე ამას მაინც არ ჭირდება. მე თვითონ როდესაც კლდიაშვილზე ვმუშაობდა, ის ჩემი საყვარელი დრამატურგია, დიახ, და მე ყველაზე კომფორტულად მასთან ურთიერთობაში ვგრძნობ თავს და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არის მსოფლიო გენიოსი, დავით კლდიაშვილი და რადგან მეც იმერელი ვარ და ის სიუჟეტები, რასაც მე ვდგამ მის პიესების მეშვეობით, არასდროს არ ვიგონებ ან არასდროს არ არის ეს შეთხზული ნაფანტაზიორები. საერთოდ კლდიაშვილთან ძალიან მნიშვნელოვანია სრულწმენები, იმიტომ რომ მის პერსონაჟებს ჯერათ ამის ყოველთვის. ხო და ვფიქრობ, რომ ეგ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყოველთვის მივაგნოთ, რაც სრულწმენები არსებობს, რომელიც შემდეგ ქმნის რაღაც საინტერესო ეპიზოდებს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ოდიში რა უკაცრავ. არ დამაცავო ოდიში რა ეპიზოდი ოდიში რა. ძალიან მაქვს მე სათემო და არ ვაპირებ მეორედ იგივეს გამეორება და ძალიან ნუ მაიწულებ იმის გაკეთებას, რაც მე სინამდვილეში საერთოდ არ მეთქვა მოგეცნებათ, არსებობენ შესაბამისი ორგანოები, რომლებიც აკონტროლებენ იმ ყველაფერს, რომ ადამიანს არ მოუწიოს იმის გაკეთება, რაც მას სინამდვილეში საერთოდ არ უნდა. არ მეთანხმები? ევროპა! ეს პერსონაჟები ყველა ჩემს ცხოვრებაში არსებობდა და როგორც კლდიაშვილი წერს, რომ ის პერსონაჟები, რომელსაც მე ხატავ წერ, არ ვიგონებ, იმიტომ რომ ამათ მე ვხვდები და მათი ცხოვრება ანალოგიურად მეც ყოველთვის ვიცი, ვინ როგორი უნდა იყოს. არსებობენ პროტოტიპები ამ პერსონაჟების. აიო! სადაც გლოვიარობა, ბატონი გრამი მიყვანს, ბატონო. გლოვიარობა რატო შედაც, აი. ჩვენ ბატონო გახლავართ მიმინოს შვილები გერა, მიმინოს შვილები. კირილე მიმინოშვილის ხაზი სპექტაკლში ოდნავ შესუსტებულია. თუმცა თავის ძირითად სათქმელს ამბობს. პლატონის და დარიკო ექსცენტრიკული ქალია. ბეკინას ახირებით გამოწვეულ აღშფოთებას ტირილ შერეული ხმით გამოხატავს. თუმცა პარალელურად თავს იწესრიგებს, თვალებს იღებავს. ხონში საყიდლებზე წასასვლელად ემზადება. შენ მაგას. იცი რა მითხრა? მამა შენს ცოლის მოყვანა გოდო უწყობენ ვაიმე იმათათიან ეს ხალხი რომ გახდება შენი ოჯახი ყავდა დაიწვა რეჟისორმა გამოკვეთა ბრეგაძეების ოჯახი, რომელიც უკიდურეს სოციალურ სიდუხჭირეს განიცდის.
სამი უღარიბესი ძმის ყოფა ერთდროულად კომიკურიცაა და ტრაგიკულიც. იქაურობა იმდენად ყარს, არისტო და პლატონი ცხვირებახვეული შედიან სახლში. რას უშვება ადამიანს სოციალური მდგომარეობა, როგორ რაზე არის ხომ მათ ცხოვრება ეხლა დაძდებს ერთ ქათამს ამდენი ხალხი და ეს ქათამი ვიღაცას უყვარს როგორც მეგობარი ისე უყვარდება იმიტომ რომ სიყვარულისგან გამოცვლილი ადგილი არის რომ კუჭზე არის ყველაფერი ხო იმდენი ხანია ყავს ისე უბლის უყვარდება ეს და რაღაც როგორც ძაღლი უყვარს თავისი ადამიანს და მოულის და მიხედავს რაღაც იგივე ხდება ამისთვისაც ეს მიჭა თუ გინდა ქათამი დაიბრუნო მაგას ხელი უნდა მოაწერო მე რომ წერა ამიცი იცი უჯვარი დასუ უდიაშვილს აქვს ნათქვამი რომ მე არასოდეს დამიცინია ჩემი პერსონაჟების ყოველს მებრალებოდნენ იცი მეს არ მქონდა წაკითხული მისი ეს გამონათქვამი როდესაც მე ამას ვგრძნობ რომ ძალიან მებრალებიან საერთოდ არ დავცინი და საერთოდ არა ძალიან საბრალონი არიან ისინი და მე მიყვარს ძალიან ყველა იმიტომ რომ ყველას თავის სიმართლე აქვს და საწყალი ადამიანები არიან ისინი რას იცი ხელშეა კიდე დაწყლა უნდა ამა შეხედე კიდე დაწყლა უნდა ორი კიტილა ლობიო თუ არ ეიხეთ დადაჭ შხიპი და მეყოლით მერე კარგი დიდო იყულით მერე კარგად მექსი ზაგეროაჟ ბატონი თაბაში დაიღეთ ბატონი მექსი შენ და მევიცი მე მეც შეშოვედალო პირველ ერთმანეთის ჯიბრზე თუ შენ არ გააკეთებ რამეს მეც არ გავაკეთებ და ჩავავლეთ რომ იგონებს ეს ხელი აქვს მოტეხილი მეორეს ფეხი და არ იხსნიან ალბათ წლობით ამ თაბაშირს ფეხიდან და ხელიდან და ერთმანეთს ეჯინებიან სულ ძმები მათაშ შორის ხო ყოველთვის ის არის კონფლიქტი და თუ მოღალატეები ყავდა ყოველთვის და მოღალატეები წირავდა ერში და ეს შემდეგ და ეს შემდეგ ერთი სერაპიონი ძმა რომელიც სულ რაღაც ეგრე ყავთ ორივეს და ულიან ერთ ქათამს და არიან კვერცხს როდის დადებს ეს ქათამი და ნაჩვენი არის არაფრის კეთება ეს საწყალი ხალი ჩვენი დედინაცვალე ელენე დადის თვითონ აკეთებს თავისით რაც შეუძლია დაგლახავებულია ჩვენ არაფერს არ ვაკეთებ ფეხ-ფეხზე გადადებული ერთმანეთის ქიშბოში ჭამაზე არიან გადასვა არც საჭმელიც არ აქვს მარტო ჭადს ჭამენ ალბათ უკვე 3 თვეა არიან ისე რომ გატლანქებულები არიან არაფრის კეთებისგან ადამიანი მერე და მერე ეჩვევა როცა არაფერს არ აკეთებ ამ მდგომარეობაში ეჩვევი სამწუხაროდ ალბათ ყველას ქონია ცოტა ხნით მაინც ეგეთი მომენტი და გვინდოდა რომ ეგ სახე გვეჩვენებინა ტრაგედია ისედაც ფაქტად რჩება მაგრამ ამის კომედიით ჩვენება უფრო საინტერესო იყო ჩვენი პროცესისთვის და ალბათ გამოგვივიდა ცოტა და ადრე მე ვიფიქრებდით რაც ხარ ახლა სად რა უნდა ვიშოვო ჩავოძიეთ და ეს კიდე 40 თუმან აი მომიხედეთ ამ წელიწადში ჩვენ სამი მოვაგროვებთ 10 თუმანს 4 წელიწადში ხო შეგვიგორდება 40 თუმანი გამეიარეთ მე გოგიტა ახლა ჩავოძიეთ 5 წელიწადში როა პრამიდალობიოს წელი ვაით მე სონელი არ არის ახლა არანაირ ფული არ აქვს და სუნით ყნოსო აქვს იმის რაღაცა სუდი როგორ თქვა არ ვიცი ყნოსო აქვს იმის რომ რა შეიძლება გამორჩე პირიქით და თუ ესენი არ წამოვიდოდნენ ამაზე ანუ რო არ ეთქვა რომ საკრივო გადაიხადეო შეიძლება აუცილებლად ჩემი გმირი ეტყოდა რომ მე გატანა მხალს რამე რაღაცა ფული მომეცეთ და წაიყვანა ანგელოზივით ქალაქში შენახულია ხა სხვის თვალში ხო ჭერი შინიდან ინგრევა ხო იცით გამონათქვამი რო არის გარედან მტერს უბრმავებს თვალებს და შინიდან მოყარესო და ხო ეგეთი სიტუაცია ყოველთვის რაღაც გამორჩენაზე არიან რაღაცას ელიან სხვისგან და რა თქმა უნდა არ გადაიხდიან ეს
ბიჭები, ბრიგადეები საქრიოს არც ერთ ვარიანტში. პირიქით, ანუ არა ჭადი აქვს სახში და ერთმანეთს ევაჭრებიან, იქნება ქათამი ხორცი მოინატრა. ეიცა, ათო. რასნის, ერთი პილენო, გააგეს აბარგული, რასნის. ეს საღამოს მედა პლატონა მამიდა ჩემს მოვიდა. მაგასაც ნახა, თიდა პლატონა მამიდა ჩემს მოვიდა. მაგასაც ნახა. ეიცა, შეგანა, მაგას ხაბო. ეიცა, მაგასაც ნახა. საბანდი გამოვიდა. საბანდი გამოვიდა, ამას მიგონი. რეგაზე, აზია, რეგაზე, ვარ. Hey, Jackie! Hey, არ შეიძლება რომ ისი მათზე გაბრაზდე ან გეზიზღებოდეს ან არ ეთანხმებოდა ესე. რა თქმა უნდა როგორ უნდა ეთანხმებოდა. საერთოდ ამ სიუჟეტს რაც ხდება როგორ უნდა ეთანხმებოდა ხო? მაგრამ არ დათანხმებაც და რაღაცა ესე შეჯიბრი და გაბრაზება და ზიზღით ლაპარაკი მგონია რომ არ გამოვა ეს არ არსებობს. იმიტომ რომ დრამატურგს უყვარს ისინი ისე, როდესაც წერს და შენ კითხულობ, რომ შენს თუ არ შეგიყვარდა, მაშინ ვერ დადგა. ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ხო. თქვენ გახუტუნეთ ბიჭები. არა, ჩემო არისტო, არა. შენ გახუტუნე, მე. მე გახუტუნე შენ ვირუსი მაქვს, ვირუსი და უბრალოდ მაგეთი ყოშეთი. საშინელი სუნია კი და მდგომარეობაც არა მარტო სახლის უფრო გიორგის ის უნდოდა რომ პერსონაჟებიც ეგეთი სულით სუნიანები არიან რა აი მე ბოროტდებაო ადამიანიო როცა შესაძლებლობები აღარ აქვს და სოქმარი მე იწყებენ ჩულს რაღაცა უფრო ეგეთი არის რომ სადამდე მივიდნენ რა იმათვისაც ბედნიერებაა რომ ეს ქალი გაუშვან იმიტომ რომ ნაკლები სარჩენი იქნება ჩემთვის თითქოს ყველა კარგად არის ყველასთვის უკეთესია ის რაც ხდება გარდა პლატონისა რა შენახას სადერი რასლოს ესე ბორდაკვარებს უშვილო მე მყავს მაგნაირი ქალი პლატონს შარა ეგერ პატარა პოპის ხედავ მასი მომლია ზუსტა ეგეთი არა წკრია ლაქალია ესეთი უნაკმარელი უშვილო მამიდა ჩემი პლატო მე რა გქონი რამოდენიმე რეპეტიცია ეგრეთ წოდებული სამაგიდო რეპეტიციები დაწყებული იყო და გიორგის მოვიდა იდე ერთი წამი თუ ყველა გააჩერა და ნარკომანია არისტო აი რაღაც რა მოხდა იცი თითქოს ქიმია მოხდა რა იმიტომ ეგრევე მივიხე რისი თქმაც უნდოდა რა ძიება იყო იმაზე რომ რატო აკეთებს ეს ბიჭი ამას რატო გახადა მამიდან ნიფთად რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ადამიანი რომელიც რაღაცაზე მოქმედების ქვეშ არის და დამოკიდებულია თან რაღაცაზე ისეთ ბინძურ ნივთიერებაზე როგორიც არის ნარკოტიკი უფრო გასაგები ხდებოდა თუ რატო შეიძლებოდა ამ ბიჭს ყველაფერი გაეკეთებია რა ელენე გამოდი გარე დედიკო მოდის თუ პრემიკო დედიკო საგე რა მოდი საგე მინდა გაგაცნო ატიოსანი ასნაური შვილი პლატონ სამანიშვილი აბასია მოვიდა ჩემთვისაც ბატონო მამიდა ისი ბიჭია იცი მიშიკო კუდუს ის ბიჭია მე კიდე რა ვახალ ეკინა მამიდა ეკინა ის მამიდა როგორ არის ეკინას ბიჭი დედა ძლივს არ მიხისა კაცო ამის ნახვა არა მე კარგი მოფიქრებაა ისიც რომ თლიანი ხაზი ისე გავმართეთ ერთად რომ ნიშნულოვანი რაღაცები წამოიწია ჩემი აზრით აქ და პირიქით ეს დადებით კონტექსტში კი არა უარყოფით კონტექსტში უნდა მიიღო ადამიანს მე მაინც გონია რომ ამბის თავის სიმართლე აქვს როგორც ჩვენ მსახიობებს გვიყვარს ჩვენი პერსონაჟების გამართლება
მაგრამ აქტუალური თემა არის. ქვეყანას მოვდო ბიჭო ბრეგაძეებმა საფრთხე გადაიქცა. დავდივარ ბატონ და ვიძახი ხელე ბრეგაძეების ნაირი სუფთა ხალხი არ არსებობდა 40 თუმანი რა გაკეთე 40 თუმანი მომეცი შენ და ქვეყანას გერას უჩიჩილო თუ გინდა სუნელი არ არის აი დაჯეკი 40 თუმანი მომენტა ჩემთვის გამოყენება არის როცა ადამიანი თავაზობს ნივთს ეგრე გამოდის მაგრამ რა არის იცით გამართლება რაში აქვს? გამართლება იმაში აქვს, რომ მაინც სუდ ოჯახშია. ღარიბულად არის და მე შემიძლია რომ საქმე გავუკეთო და მეც გავიკეთო. ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. ეს გამართლება აქვს ამბის და შეუძლია რომ გავამართლოთ, იმიტომ რომ ხედავთ სცენაში რა მდგომარეობაში ცხოვრობს მამიდა ჩემი. ე ბიჭო, იყოს ის 40 თუმანი არის 30-ი, 40-ი. რა როცა იქ? როდის იქ? იცი როდის და არასდროს და რამდენი და არაფერი. მე რა ვქნა? მე ანგელოზევის მამიდას როგორ? ჩასკებული დედალივით. თითქოს ყველაფერს აქვს გამართლება, მაგრამ მაინც ცოტა რთულია, იმიტომ ვათხოვებ, რომ მე ავიღო საქვრივო და ეს ჩემი შემდეგი სიამოვნება არის. სიღნიდან ამასი კაცი გამოვიდა. ესპანელს გამოვიდა. იმასაც თეთრები ეცვა. სტამბოლის ტუფლები ეცვა. მამიდა. მართლა სტამბოლის ტუფლები ეცვა მამიდა. რო გამოვიდა ასე შუაში და ამას რატო კადრულობ ბონდო შენ და სხელის გულზე ვატარებო და გახედა ბოლოლომ და დაუკნია თავი. ამერე ყველა გაუჩინარდა. დააშო მამიდა.